სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა მამების გამარტებით ფსალმონი 67 დასასრულსა დავითის ფსალმონი შესხმისაი და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. აღზდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივტოდენ მუძულენი მისნი პირისა მისისაგან. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო ამ სიტყვებს, რომ ღმერთის ძალა, ასე იგი ანადგურებს მის მტრებს, როგორც ქარი ბნებს ნისლს, ხო? და ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს გვიჩვენებს, რომ ღვთის ძალა ყოველთვის იმარჯვებს, რა თქმა უნდა, ბოროტებაზე. მეორე მუხლი. ვითარცა მოაკდეს ყვამსა მოაკდნენ და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრე წარსდნენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ცოდვილები ღვთის წინაშე ისექრებიან, როგორც კვამლი ან ცვილი ცეცხლში. ასევე ოქროპირი გვარწმუნებს მეგობრებო, რომ ესე იგი ღვთის სამართალი ყველა ბოროტებას ანადგურებს. მუხლი მესამე. და მართალნი იხარებდნენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსხრებოდიან სიხარულითა. თეოფილაქტე ბულგარელი გამარტავს, რომ მართლების სიხარულით ადიდებენ ღმერთს, რადგან მისი ძალა მათ იცავს და ასევე ამბობს თეოფილაქტე ბულგარელი, რომ ღმერთი მართალთა სიხარულის წყაროა. შემდეგი მეოთხე მუხლი. აქებდინ ღმერთსა და უგალობდით სახელსა, მისსა გზა უყავთ მას, რომელიგი ამაღდა დასავალით. უფალარ სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. ანუ ბასილი დიდი გამარტავს ასევე, რომ ღვთის ქება, ღმერთის ქება ჩვენი მოვალეობაა მეგობრებო, რადგან ის უზენაესია, ხო და ბასილი ასევე გვასწავლის, რომ ღმერთის სახელის გალობა სიხარული მოაქვს. გალობას, ხო? შემდეგი შეძრწუნდნენ პირისა მისისაგან, რომელიგი მამა არს, ობოლთაი და მსაჯული ქურივთაი, ღმერთი ადგილსა წმინდასა მისსა. იოანე ოქროპირი. ღმერთი იცავს ობლებსა და ქურივებს, როგორც სამართლიანი მამა, ხო? და ესე იგი ოქროპირი ასევე ამბობს, რომ ღვთის წყალობა განსაკუთრებით უმწეოთა მფარველია. შემდეგი მუხლი მეექვსე. ღმერთმან დაამკვიდრნის ერთ სახენის სახსა, გამოიყვანის კრუნი სიმხნითა თვისითა, ეგრეცა გამამწარებელნი მისნი, რომანი დაამკვიდრებულ არიან სამარევსა. ესე იგი აქ უკვე თეოფილაქტე ბულგარულის გამარტება მოვისმინოთ, ესე იგი ღმერთი მარტო ხელებს ხალხს აძლევს, ასე ვთქვათ, და ხოლო ბოროტმოქმედები სამარცხვინოდ ცხოვრობენ. და ესე იგი ღმერთი ზრუნავს თავის ერთგულებზე, რა თქმა უნდა. მეშვიდე მუხლი. ღმერთო, გამოსვლასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიახსვლასა შენსა უდაბნოდ. ბასილი დიდი. ღმერთი თავის ხალხს უდაბნოში წარუძღვა, როგორც თქვა ჩვენ ვიცით, ხო, ისრაელი ეგვიპტიდან. და ბასილი ამბობს ასევე, რომ ეს ღმერთის ხელმძღვანელობის სიმბოლოა. ქვეყანაი შეიძრა და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაისა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა. ნუ იოანე ოქროპირი აქ ამბობს, რომ ესე იგი სინაის მთაზე ღვთის გამოცხადება მთელი სამყარო
შეარყია, ხო და იოანე ოქროპირი გვახსენებს, რომ ღმერთის ძალა საშინელი და საოცარია. წვიმაი ნებისითი განუმზადო ღმერთო სამკვიდრებელსა შენსა, მოღა თუ უძლურდა, ხოლო შენ და ვეამტკიცო იგი. მეათე მუხლი. და ცხოველნიცა შენი მკვიდრ არიან მასშინა განუმზადე სიტკბოებითა შენი და გლახაკსა ღმერთო. ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი ზრუნავს თავის ქმნილებაზე და გაჭირვებულებს სიკეთით ავსებს, ხო? ბასილი დიდი ასევე გვარწმუნებს, მეგობრებო, რომ ღმერთის სიყვარული ყველას ეხება. შემდეგი მე-11 მუხლი. უფალმას ცეს სიტყვაი, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა. მეუფე ძალთაი საყვარელისაი შვენერებითა სახლისაითა განყოფად ნატყვენავისა. ბასილი უკაცრავად თეოფილაკ ბულგარელი ამბობს, რომ ღმერთი თავის საყვარელ ერს ძღვენს ანიჭებს და ასევე ღმერთის სიყვარული ჩვენ სულს ამშვენებს. შემდეგი. უკუე თუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცლით მოსილდა ბეჭდსა შუვალი მისი ფერითა ოქროისაითა. ანუ ეს გამოსახავს ეკლესიის სილამაზეს, ესე ვთქვათ, რომელიც ღმერთის მადლით უკაცრავად ანათებს. ხო, ასევე ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს ღვთის ერთგულთა სულიერი სიმდიდრის სიმბოლოა. შემდეგი, რაჟამს განაჩინებდა ცათამყოფი იგი მეუფებასა მასზე და განთოლდნენ იგინის სელმონს. მთაი ღმრთისაი, მთაი პოხილი, მთაი შეყოფილი და მთაი პოხილი. ესე იგი ღმერთის ღვთის მთები სიმტკიცისა და სიწმინდის სიმბოლოა, მეგობრებო. ასევე თეოფილაკ ბულგარელი აქ ამბობს, რომ ეს ღმერთის სამყაროს სიმაღლესა და სიდიადეს გამოხატავს. შემდეგი ეს არის მე-16 მუხლი. რასა მე გონებთ თქვენ მთანო შეყოფილნო მთაი ესე, რომელს თნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა და რამეთ უფალმაცა დაიმკვიდროს იგი სრულიად. ბასილი დიდის გამარტებით ღმერთმა აირჩია თავისი მთა, ანუ ეკლესია დასამკვიდრებლად და ასევე გვასწავლის ბასილი დიდი, რომ ღმერთის ღვთის ყოფნა ეკლესიას განსაკუთრებულს ღვთის, ხო? შემდეგი ეტლნი ღმრთისანი ბევრ წილარიან და ათასეუნი წარმართებენ მას. უფალი მათ შორის სინასა მთასა წმინდასა მისსა. იოანე ოქროპირის გამარტება ასეთია: ღმერთის ძალა, მეგობრებო, ანგელოს და ლაშქარს გავს. და ესე იგი ოქროპირი ამბობს, რომ ეს სურათი გვიჩვენებს ღვთის უსაზღრო ძალაუფლებას. შემდეგი მე-18 მუხლი. აღხედ მაღალსა წარმოს ტყვე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაითა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყვნენ. ანუ ეს მიუთითებს ქრისტეს ამაღლებაზე, მეგობრებო, რომელმაც ტყვეობა გაათავისუფლდა და ასევე თეოფილაკ ბულგარელი ამბობს, რომ ღმერთი ყველას თუნდაც ურჩევს ხსნის შანს, ესე იგი ხსნის შანს აძლევს, ხო? უფალი ღმერთი კურთხეულარს ღმერთი დღითი დღე წარგვიმართოს ჩვენ ღმერთმან მაცხოვარებაი ჩვენი სამან. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთი ყოველ დღე იმსახურებს ქებას, რადგან გვიხსნის და ესე იგი რომ ღმერთის ღვთის ფარველობა ყოველთვის ჩვენთანაა.
მეოცე მუხლი. ღმერთი ჩვენი, ღმერთი მაცხოვარი და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი, სიკვდილისანი. იოანე ოქროპირი, ღმერთი ჩვენი მხსნელია, რომელიც ესე იგი სიკვდილისგან გვიხსნის, ხო და ასევე იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს ხსნა ქრისტეს აღდგომის მინიშნებაა. 21 მუხლი. ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაი თხემით მითურთ, რომანი ვლენან უსჯულოებითა მათითა. თქვა უფალმან ბასალით მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღვისათა. ანუ ღმერთი გამარჯვებას ესე იგი ღმერთს გამარჯვება მოაქვს ხო თუნდაც ზღვის სიღრმეებიდან. ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს ღმერთის უზენაესი ძალაუფლების სიმბოლოა. 23 მუხლი. მუხლი 23. რაითა შეიღებოს ფერხი შენი სისხლითა და ენაი ძაღლითა, უკასავთ ძაღლთა შენთანი მტერთაგან მის მიერ. ანუ იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ეს გამარჯვების სურათია მეგობრებო, სადაც მტრები სრულად დამარცხდებიან. ასევე იოანე ოქროპირი გვარწმუნებს, რომ ღვთის განაჩენი სამართლიანია. შემდეგი ვაგრძელებთ, შეგახსენებთ, ჩვენ კითხულობთ წმინდა მამების გამარტებით ფსალმუნის 67 და 24 მუხლიდან ვაგრძელებთ. გამოჩნდეს სლვანი, შენი ღმერთო სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმინდასა შინა. იმს თუ ეს მთავართა მახლობელად მგალობელთა შორის ქალწულთა მეებნეთასა. ანუ ღვთის ქება მთავრებთან და მგალობლებთან და ქალწულებთან ერთად ხდება და ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ყველა ერთად ადიდებს ღმერთს. შემდეგი 26 მუხლი. ეკლესიათა შინა აკურთხებდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა. ანუ ეკლესიაში ყველა ერთად ადიდებს ღმერთს, ხო ოქროპირი ამბობს, რომ ეს გვაჩვენებს ერთობის სიძლიერეს ღვთის თაყვანისცემაში. შემდეგი მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკვირვებასა თავარნი იუდაისნი წინამძღვარნი მათნი თავარნი ზაბულონისნი თავარნი ნეფთალემესნი. ესე იგი ისრაელის ტომები ხო ერთიანად ადიდებენ ღმერთს. ხო თეოფილაქტი ამბობს, რომ ეს ერთობა ღვთის ერთგულების სიმბოლოა. ბრძანე ღმერთო ძალითა შენითა განაძლიერე ღმერთო ესე რომელ ქმენ ჩვენ შორის. ასეთი გამარტებაა, რომ ბასილი დიდის რომ ღვთის ძალა ამაგრებს თავის ხალხს, ხო და ბასილი გვარწმუნებს, რომ ღმერთის ძალა ჩვენ სისუსტეებში ჩანს. შემდეგ 29 მუხლი. ტაზრით შენით იერუსალიმით შენ და შესწირონ მეფეთა ძღვენი. შერისხე შენ მხეცთა ლერწმისათა კრებული ზვარაკთაი დაიკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა განაბნიედ წარმართი რომელთა ნებავს ბრძოლაი. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, რომ ღმერთი ანადგურებს ბოროტ ძალებს და ესე იგი ასევე თეოფილაქტე ბულგარელი გვარწმუნებს, რომ ღმერთი მშვიდობის მომტანია. შემდეგ 31 მუხლი. მოვიდნენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემა და ღმრთისა. ნუ ყველა ერი მათ შორის შორეულიც ღვთის თაყვანს ცემს და ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს ღმერთის უნივერსალურ ძალაუფლებას გამოხატავს. მეფენი ქვეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდეთ უფალსა, რომელი იგი ამაღდა ცასაცათასა აღმოსავალით ესერა მოსეზე ხმაი თვისი ხმაი ძლიერებისაი
მიეცით დიდებაი ღმერთსა ისრაელსაზე და დიდ შვენიერება იმისი და ძალი მისი ღრუბელთა შინა. ანუ ღმერთის ღვთის დიდება ყველგან ჩანს, მეგობრებო, განსაკუთრებით მის ერში, ხო და ბასილი დიდი გვარწმუნებს ღვთის ძალა ყველაფერს აღემატება. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, 67 ფსალმონის ბოლო მუხლი, ეს არის 35 და ჩვენ კითხულობთ საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მის და ღმერთი ისრაელისაი მან მოსცეს ძალი და სიმტკიცეერსათვისა კურთხეულ არს ღმერთი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ეს განმარტება ასეთი არის იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ ღმერთი საოცარია თავის წმინდანებში და თავის ერს ხო ძალას ანიჭებს. ასევე იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ ეს ღმერთის მარადიული კურთხევის დადასტურებაა. მეგობრებო, აუცილებლად წაიკითხეთ ყველა ფსალმონები, არ დაიზაროთ, დღეში თითო თავი და თითო დიდება სახლში ლოცვების შემდეგ, ან საღამოს ლოცვის შემდეგ, ან სამსახურში, ან გარეთ, ან ტრანსპორტში, აუცილებლად წაიკითხეთ და უფალი შეგეწებათ, უდიდესი მადლი გაყვებათ მთელი დღის განმავლობაში. ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახაროთ. დიდი მადლობა.